დილამშვიდობის ეთერშია დილის მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ხანძრის შედეგად კულტურის სახლის 600-მდე კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. სესხლის შედეგად დაზიანდა შენობაში განთავსებული იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ორგანიზაციის ოფისი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სიღნაღის დედოფლის წყაროს ყვარლის და საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით ადგილზე 10 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი ბავშვების დაუდევრობამ გამოიწვია. ჭერია დამწვარი. ჭერი იწვება მთლიანად. მაღლა ბეტონია, ბეტონის ზემოთ ჭერი რაც არის ის იწვება. კომისია შედგებას დავიწყოთ ზარალს, გვაქვს სტიქით კომისია და მე გამოიკვიროთ რა შედეგები რა იქნება და ალბათ დავითვლით და მე მოხდება ამის რეაბილიტაცია. მოვიდა სახანძრო, მაგრამ უკვე იმდენად ცეცხლი, იმდენად იყო გაღვივებული, რომ ანუ მთლიანად წაეკიდა სახურავს და რა ვიცი, კი მოხერხდა ხა ჩაქრობა, მაგრამ ბოლომდე არ არის ლოკალიზებული. და რაც შეეხება რამდენიც ანუ განთავსებული არის იუსტიციის სახლი, ლიბერტი ბანკი არის მუსიკალური სკოლა და იქით სახელოსნოები არის. მკვლელობა მოხდა ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალიჩი. 38 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის აივანზე თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მეზობლები ამბობენ, რომ თანასოფლელები ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და გარდაცვლილი და ბრალდებული სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული ცხელკვალზე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 100-მერვე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თბილები, ერთმანეთთან გაზრდილები, ერთი ხნის ხალხი. ისხდნენ ერთმანეთთან გამიგე და მე უბრალოდ გავიგე, რომ ერთმა ესროლა თოფი მეორეს, თუ გაუვარდა, ესეც არ ვიცი ზუსტად სხვათა შორის. და გარდიცვალა. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზეთ აჭარა პიესის ჟურნალისტი თამაზ ქობულაძე დაიღუპა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მას სამარშრუტო ტაქსი იმ დროს დაეჯახა, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საზოგადოებრივი მაუწყებელი უსამძიმრებს გარდაცვლილი ჟურნალისტის ახლობლებს და კოლეგებს. ჩვენ არ ვიცოდით, ისე გასულა და აკეთებდა რაღაც სიუჟეტს და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ჩემთვის იმის გაგება, რომ ის აღარ არის წარმოუდგენელია აბსოლუტურად უდიდესი დანაკლისი განიცადა ტელეკომპანია TV12-მა და მთლიანად მედია ჯგუფმა აჭარა პიესმა და ალბათ ეს იქნება ჩვენთვის მოუნელებელი ტკივილი. ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ მას ბორჯომის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორ თანხლებ პირთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გასვიანის განმარტებით შემთხვევის დროს ის საკუთარ ავტომობილში იჯდა, რა დროსაც მასთან 3 ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მივიდა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ბორჯომის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელმა, რომელსაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, მას შუბლზე იარაღი მიადო და დაემუქრა. აღნიშნული შემდეგ გიორგი გასვიანმა მათ განუცხადა, რომ ის ჟურნალისტი იყო, რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომელი გასვიანი ავტომობილში ჩაჯდა და ჟურნალისტის სასტუმრომდე მიაცილა. გზაში კი დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არ განეცხადებინა. გიორგი გასვიანმა მომხდართან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას უკვე შეატყობინა. მანქანა მომისრიალდა და აღმოჩნდა, რომ ესე იგი სამოქალაქო ფორმით იყვნენ პოლიციელები, შემხედრები. თქვათ ისეთი მანევრი გავაკეთე, რითაც არ დავეჯახე არავის, ესე გადავრჩი. ესენი წავიდნენ და მოbrunდნენ. აი რაღაც ნახევარწუთში ალბათ მე ვერ ქოქავდი მანქანას. მოbrunდნენ, გადმოვიდა მანქანიდან კაცი გააღო-კარებით ყვირილი დაიწყო და ჯერ დამარტყა და მე იარაღი მომაბჯინა, 3 გადმოვიდნენ. და ეს იყო პოლიცია. მითხრა კიდეც რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარ, დაგიჭე. სიტყვიერი შეურაცხყოფები, საშინელი ვერ მივხვდი, იცი რა ხდებოდა, მეგონა. გაიგულდა ვიზუალურად არ ქონდა ზიანა. ტვინის შეყავას მე ვერ დავარ, ეგ ნევროლოგმა უნდა თქვას და ნევროლოგი კონსულტაციას უკეთებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს ავტონომიური რესპუბლიკის ახალ მინისტრთა კაბინეტს რიგარეშეს ხდომაზე დაამტკიცებს. დეპუტატები 12 საათზე შეიკრიბებიან. აჭარაში სულ 4 სამინისტროა. ახალი შემადგენლობა უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურა პატარაძემ წარუდგინა. თანამდებობებზე რჩებიან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე. მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი სახეა. განათლების სამინისტროს ბათუმის უნივერსიტეტის პრორექტორი ინგა შამილიშვილი ხელმძღვანელებს ჯანდაცვის ministros კი ზაალ მიქელაძე. მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 11 ხმა საჭირო. უმაღლეს საბჭოში მმართველი გუნდი 14 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ამიტომ სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უპრობლემოდ დაამტკიცებენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ წარმოგვიდგინოთ წერილობით სამოქმედო პროგრამა, საომავლოდ 4 წლის განმავლობაში ისინი რას გააკეთებენ. ნახოთ, თუ იქნება ეს პროგრამა დამაჯერებელი და ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს ამის მოლოდინები. პატარაძემ საკმაოდ კარგი შემადგენლობა წარმოადგინა. ამ ადამიანებს რეგიონის გამოწვევებთან დაკავშირებით აქვს ადეკვატური ხედვები და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს გუნდი იმ გამოწვევებს უპასუხებს შესაბამისად, რაც რეგიონს და რეგიონის მოსახლეობას აწუხებს. პარლამენტი ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის რიგით მესამე ხდომას მასპინძლობს. კომიტეტის ხდომის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან. მხარეები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასევე ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას და საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებს განიხილავენ. კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები. სხდომა ევროკავშირს საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით წარიმართება. მთავრობის წარმომადგენლებო ყველას მოგესალმებით. საკანონმდებლო ორგანო რიგარეშე სესიების ფორმატში გააგრძელებს მუშაობას. დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმ დღის წესრიგზე შეთანხმდებიან, რომლის მიხედვითაც პარლამენტი რიგარეშე სესიების ფორმატში იმუშავებს. მიმდინარე კვირაში დეპუტატებმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უნდა დაამტკიცონ. ძირითადი ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით ხორციელდება. პროგრამას 40 მილიონი ლარი უნდა დაემატოს. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა 23 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. რიგარეშე სესიების ფორმატში დეპუტატებმა მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობა და დაჩქარებული წესით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაამტკიცონ. საორგანიზაციო საკითხი დღეს ეს რიგი არის. აჭარის მაღალმთიანეთში გვიანღამით თოვა შეწყდა, თუმცა თოვლის საფარმა სოფლებში 3 მეტრს მიაღწია. აღნიშნულის გამო ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეექმნა. ამ დროისათვის აღდგენილია მოძრაობა ბათუმი ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სადაც მოყინული გზების გამო მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული. ჩაკეტილია სოფლებისკენ მიმავალი გზები. დილიდან გაწმენდითი სამუშაოები ისევ განახლდება, ელექტროენერგია მოსახლეობის უმრავლესობას მიეწოდება. შეფერხებებია მხოლოდ ხულოს სამსოფელში. თოვლის საფარმა დაახლოებით მეტნახევარს გადააჭარბა ახალმა თოვლმა მაღალმთიან სოფლებში, დაბაში 60-70 სანტიმეტრია. შეფერხებულად მიეწოდება ელექტროენერგია სამსოფელს, სადაც მიმდინარეობს ახლა აღდგენითი სამუშაოები. დანარჩენი მიმართულებებით ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. გზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალების გაწმენდა, როგორც შიდა სასოფლო, ისე გოდერძის მიმართულებით. მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში კი -2 +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. სინოპტიკოსები საქართველოში ნალექის მატებას უკვე 20 იანვრიდან ელოდებიან, უმეტესად თოვლის სახით. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც. გუშინ ღამით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ყინვამ პიკურ ნიშნულს მიაღწია.
არავით არის ანომალია. ამ 20 რიცხვიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით ნალექს უმეტესად თოვლის სახით მოხდება ტემპერატურის მომატება, როგორც ღამის, ისე დღის მაქსიმალური ტემპერატურა თანდათანობით მოიმატებს და ნალექიანი დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოში რამოდენიმე დღე გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში ვინარჩუნებთ უნალექო ამით, აქაც რამოდენიმე დღის განმავლობაში. ფოთში მალთაყვის უბანში 30-მდე თურქული სატვირთო მანქანა დგას. მძღოლების განმარტებით მათ საპატრულო პოლიცია გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მიზეზი კი უცნობია. ისინი ამბობენ, რომ საკვების მარაგიც ამოეწურათ, მაღაზიებთან მისვლას კი დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებენ. მძღოლების საკვების და პირადი ჰიგიენის არარსებობაზე ლაპარაკობენ და დახმარებას ითხოვენ. უკვე ამოგვეწურა საკვებისა და ფულის მარაგი. ქართველ მძღოლებს უპრობლემოდ ატარებენ. ჩვენ კი უკვე 4 დღეა აქვთ გავართ. ჯერჯერობით არ ვიცით კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს აქ ყოფნა, არა და მარაგები უკვე ამოგვეწურა. როგორც გვეუბნებიან, გზა ჩაკეტილია და ამიტომ არ გვიშვებენ. ბაქოდან თურქეთში მივდივარ და ჩემს გარდა აქ კიდევ ბევრი მძღოლია. სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა დღეს გაიმართება. მოსამართლეები იმსჯელებენ, მიიღონ თუ არა წარმოებაში სახალხო დამცველის მორიგის არჩელი არსებითი განხილვისთვის. მოსარჩელი მხარე ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ მოქმედი ნორმა პირადი თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზეზი არაერთხელ გახდა. სახალხო დამცველი ასევე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდამღობების დადგენის წესსა და სამართალწარმოების ცალკეულ ნორმებსაც ასაჩივრებს. საფუძველი გვაქვს იმედი ვიქონიოთ, რომ კონსტიტუციურ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს არსებითად განსახილველად, ანუ გადალახავს დასაშვებების საკითხს და უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე მოგვეცემა უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ, საშუალება მოგვეცემა უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ ამ თემაზე. ზუგდიდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის საატესტატო კომისიის სახელზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს. დავის მიზეზი ატესტაციის პროცედურებზე დასწრებაზე უწყების უარი გახდა, მაშინ როდესაც გასული 2 წლის განმავლობაში ორგანიზაცია პროცედურებზე დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ამჯერად უარის მიზეზი დამკვირვებლის სტატუსით პროფკავშირები და საზოგადოება ზუგდიდელის ხელმძღვანელის დასწრება გახდა. საიას პრეტენზიები აქვს ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ატესტაციის შედეგად გამგებლის სამსახურებიდან გათავისუფლების თაობაზეც. ახალგაზრდა იურისტები სამართლებრივ დავას აპირებენ, ისინი საქმეში პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავენ. შესაძლოა ეს საფუძველი ეს ყოფილიყო პოლიტიკური საფუძველი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავით სამართლებრივ სასამართლოში და სასამართლოში ვეცდებით გამოვკვეთოთ ის შესაძლებელი პოლიტიკური ნიშნები, რომელიც შეიძლება გახდეს მათი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი. საფინანსო კომპანია საქართველოს საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს მიმართავს. თამარ წერეთელი ამბობს, რომ კომპანიის მიერ დაზარალებული პირები მის მიმართ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებენ, რის გამოც ადვოკატმა ბრალდებულების მერაფერაძის და თამაზ ლობჟანიძის დაცვაზე შესაძლოა უარი განაცხადოს. თამარ წერეთელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მას პოზიციის დაფიქსირების საშუალება დაზარალებულებმა არ მისცეს, რის გამოც საქმე მედია საშუალებებმა ცალმხრივად გააშუქეს. საქალაქო სასამართლომ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს ამკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ჯერ არ გაცნობია. დაზარალებულების მხრიდან ჩემი მისამართი განხორციელდა სიცოცხლის მოსყობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. არ მომეცა არც ერთი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. სავარაუდოდ შეწყვეტილი მაქვს უკვე ბატონ მერაფერაძის დაცვა და ბატონი თამაზ ლობჟანიძის. მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მიმართავ რასაკვირველია სასამართლოსაც მოუწოდოს დაზარალებულებს, რომ თავი შეიკავონ. ეს დაზარალებულები შემდეგ დალადობას ახორციელებდნენ მანდატურებზე. 12 პუნქტიანი ანკეტა აუდიტორია 115-მა განათლების კომიტეტს უკვე გადაუგზავნა. ამავეს გეგმავენ დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები. კომიტეტის თავმჯდომარესთან 5 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ სტუდენტებს განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ანკეტის შევსებას თხოვეს, სადაც რეფორმებსა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ უნდა მიეთითებინათ. კანონში შესატან ცვლილებებზე მხარეები კვლავ იმსჯელებენ, რის შედეგადაც დეპუტატები სტუდენტების კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენენ, მას სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
მე შეგახსენებთ, რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად აუდიტორი 115 მუხლის საფაკულტეტო საბჭოს პირდაპირ წესით არჩევას მოითხოვს. პროტესტის ნიშნად აუდიტორიის წევრები მე-6 კორპუსში ამ დრომდე რჩებიან. კანონპროექტი უნდა იყოს ამ ცვლილებების შემცველი. კონკრეტულად კანონპროექტზე მსჯელობა არ შემდგარა, თუმცა ქალბატონმა მარიამ ჯაშმა პირველ შეხვედრაზე თქვა, რომ შესაძლებელია რაღაცები დაემატოს ამ კანონპროექტს, რაღაცები სხვანაირად ჩაიწეროს, თუმცა ძირითადი პრინციპებს ისე ეთანხმება და ამ ძირითადი პრინციპები იქნება ამ კანონში გათვალისწინებული. ახლა კი უცხოეთის სიახლეების სირიელმა მეამბოხებმა იდილიბის პროვინციაში მოქალაქეების ევაკუაციისათვის განკუთვნილი მწვანე ავტობუსები გადაწვეს და მძევლების წაყვანას სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია საშუალებები ავრცელებენ. მედიის ინფორმაციით მომხდარის გამო შეთანხმების პირობები დაირღვა, თუმცა ინციდენტის მიუხედავად ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუაციის პროცესი ალეპოს აღმოსავლეთ ტერიტორიებიდან კვლავ მიმდინარეობს. ტერიტორია კიდევ 350-მდე პირმა დატოვა. თავის მხრივ მეამბოხე ძალები ავტობუსების დაცხრილ სამთავრობო არმიის მხარდამჭერებს ადანაშაულებენ. რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას სირიაში არსებული ვითარება და ალეპოდან ევაკუაციისას წარმოქმნილი პრობლემები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერი ეთანხმება მოსაზრებას, რომ დაუშვებელია ევაკუაციის პროცესის შეფერხება. ევაკუაციის პროცესი დროებით ავტობუსებზე თავდასხმის გამო შეჩერდა. ეს უკვე რიგით მეორე სატელეფონო საუბარია სირიის საკითხზე ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის ბოლო 1 კვირის განმავლობაში. 53 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა იემენის საპორტო ქალაქ ადენის მახლობლად განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თვითმკვლელმა ტერორისტმა იმ შენობის სიახლოვეს აიფეთქა თავი, სადაც სამხედროები ხელფასის ასაღებად გრძელ რიგში იდგნენ. ექიმები შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა შორის კრიტიკულად მძიმე პაციენტებიც არიან. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა ადენის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა. სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა იორდანიის ქალაქ ალ-კარაკში თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის 1 კანადელი ტურისტი და 4 სამართალდამცველია. შეიარაღებულმა პირებმა თავდაპირველად ცეცხლი ჯერ საპატრულო ეკიპაჟს გაუხსნეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებას. თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი. მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილიდან თავდამსხმელებმა თავი ჯვაროსნების უძველეს ციხესიმაგრეს შეაფარეს და იქ მყოფი ტურისტები მძევლად დაიყვანეს. სპეცდანიშნულების რაზმებმა ნაგებობა შტურმით აიღეს, 4 თავდამსხმელი გააუნებელყვეს და მძევლები თავისუფლეს. უკვე მეოთხე დღეა პოლონეთში საპროტესტო აქციები მგრძელდება. ოპოზიციური ძალები და მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებას და იმ ცვლილებების მხარდაჭერას აპროტესტებენ, რომელიც პლენარულ დარბაზში მედიის წარმომადგენლების დაშვებას ზღუდავს. ოპოზიციური ძალების განცხადებით, კანონის და სამართლიანობის პარტიამ ბლოკირებული პლენარული დარბაზის გამო კენჭისყრა მის გარეთ გამართა, რაც კანონი დაუშვებელია. მედიატორის როლში ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის, მან გვიან ღამით ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. პარალელურად კი ხელისუფლების მომხრეებმა პრეზიდენტის სასახლესთან მხარდამჭერი აქცია გამართეს, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხზე რეზოლუციის პროექტს კენჭისყრაზე გაიტანს. პროექტის ინიციატორი საფრანგეთია, რომელიც ნებაყოფლობით ევაკუაციას ემხრობა და მოქალაქეებისათვის თავისუფალი არჩევანის მინიჭებას გულისხმობს, რათა ალეპოს მცხოვრებლებმა თავად აირჩიեն, თუ რომელ თავშესაფარში სურთ გადასვლა. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გაეროს დამკვირვებლების შეუფერხებელ წვდომას ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებზე. თავდაპირველად რეზოლუციის პროექტს რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, 3 საათიანი ლაპარაკების შემდეგ მხარეებმა კომპრომისის მიღწევა შეძლეს. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ეროვნულ რეგიონული ტურის ფარგლებში გაიმართა. თათია დოლიძის განცხადებით, ის მომდევნო 1 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი გაეროს ოფისში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე ილაპარაკებს. თათია დოლიძე გაეროში ეკონომიკური და სოციალური საბჭოს და სოციალური განვითარების კომიტეტის ხდომებზე სიტყვით გამოვა, სადაც საოკუპაციო ხაზის
გასწვრივ მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებს შეეხება. საქართველოს გარშემო ტურის აზრი ის არის, რომ მე შევხვდი ახალგაზრდებს პირველი წყაროდან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ აწუხებთ. მე ორი სიტყვა მიწევს კიდევ იანვრის ბოლოს მიმოგზავრები ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ხდომაზე და ასევე სოციალური განვითარების კომიტეტზე, ანუ ეს პირველი პრეცედენტია, რომ მოკლედ ორივეზე გამოვდივარ სიტყვით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე იქ ზუსტად გავახმოვანო ის, რასაც უკვე ასეთ მივიღებ ინფორმაციას ახალგაზრდებისგან. ევგენი კოჟეკინის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გრიბუედოვის თეატრში. რუსები და ქართველები ასე უწოდა რეჟისორმა ფილმს, რომელიც 4 ნოველისგან შედგება. მასში მოთხრობილია საქართველოში მცხოვრები რუსების და მოსკოველი ქართველების ისტორიები. ფილმის გმირებს შორის არიან ყველასათვის კარგად ნაცნობი მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო და გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი. ფილმი ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა, მისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა მოსკოვში, ნიჟნი-ნოვგოროდში, პრაღაში და ვარნაში. ცხოვრებაში ბერს მოღვაწეობდი პოლიტიკაში, პოლიტოლოგის რანგში ხშირად ჩამოსულ ვარ საქართველოში. ჩემი ვალია, რაც ცუდი მოხდა, ტრაგიკული მძიმე თქვენს ქვეყანაში. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. რუსებსა და ქართველებს ერთმანეთი სჭირდებათ. ყველა რეჟისორისთვის გადაიღოს საქართველო, ეს საჩუქარია. ქეთი მატაბელის ნამუშევრების გამოფენას უნივერსალური განათლების ცენტრმა უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შექმნილი კოლაჟები და მინიატურები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ღია ლექციაც, რომელსაც 12 წლამდე მოზარდები ესწრებოდნენ. ეხლა ჩამოვედი იერუსალიმიდან 850 წელი აღნიშნეთ ჩვენ ჯვრის მონასტერში. ეხლა მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, რომ ეს შთაბეჭდილებები გადმოვცეთ.